დარწმუნებული ხარ, რომ არაფრის თქვა არ გინდა ჩემთვის? სანამ ზვია დამოვა? ანუ საქმის გამო ხარ ხა ეგრე დაგრუზული? რა გჭირს? რა მიგვირს იცი? რანაირად შეგიძლია ესე? კაი ხასიათზე. ბიჭო, კაი ხასიათი რა შუაშია? ანუ ადრე ყოფილი ვარ ამ მდგომარეობაში, მაგრამ რაღაცა გვიქნია და მოგვიფიქრებია, ხო? და ფიქრობ ძმაო. ფიქრობ და ვერაფერი ვერ მოვიფიქრე ჯერ. ჯერ. მაგრამ რამდენი ხანი უნდა ელოდო? ასმერი ხა ზუსტი დრო, თარიღი და რიცხვი არც მე არ ვიცი. მაგრამ ვიცი რომ რაღაცა გამოჩნდება რა. სულ ესე არ ვიქნებით. რაღაცას მოვიფიქრებთ. არ შემილია ბიჭო, არ შემილია ესე უფულოდ ხო. ხო, კაი, ერთი მართლა. გაუღე წადი რა. მე ვამბობ ყველაზე კარგს. აუდგეთ ძმაო. გავყოთ ეს ფული თანაბრად. და დავიშალოთ რა. რა უნდა დავიშალოთ, შენ ხო არ აფრინე. რა ვქნათ? სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ და. ზვიად. არ უნდა ეხა ამას, დრამები. ავიღოთ ძმაო ეს ფული. თანაბრად გავიყოთ და არ მინდა მე. მართ ჩვენ არ გვინდა. არა უშავ ზვიად. შენ წილსაც მე და ყობა ავიღებ და გავიყობ ძმაო. მე ფუძზე არ მithქვამს. მარტო ყოფნა არ მინდა. არ ჩვენ არ გვინდა ზვიად. თან უთქვენოდ რა უნდა გავაკეთო. სამსახურის ცხოვრებაში პირველად დავიწყე. აქამდე იცოდი რა? არა. მე რა გინდა ძმაო? ეხლა ხელობა იცი. ნამდვილი პროფესიონალი ხარ ძმაო. შენნაირი კადრები სათლით საძებნელია. აბარა. და შერასაპირა. შენთან რო წამიყვანო? სად? რა ვიცი, სადაც წახვალ. ხო გაიგე, პროფესიონალი ვარ. ჩემნაირი კადრები სათლით საძებარია. სადაც წახვალ წამოვალ. ზვიად ნეტა. ვიცოდეთ სად მივდივართ ა. ისე ვინმე რო შემოქმედოს ჭირის უფლები ვართ რა. აი არა მატირო ეხლა რა. კაი რა ზვიად. ძმებია რო ვართ. არსად არ ვიკარგებით, მაგრამ შევხვდებით ხოლმე რა. დალევყავას? არა. ნოი. ანუ ეგრე უნდა იყო ეხლა? დაგრუზულია და გადაუulis რა. და რო არ გადაუაროს? გადაუulis. ამჯერ. Here in the night where the silence crashes, traveling alone in an empty carriage, thinking of you, thinking of me. დილამ შვიდობისა. მე როგორ მომეპარე? მე ისე რომანტიულად მიდიოდი, ჩაფიქრებული და თან იღიმოდი. რა სიგონებ? თან უკან არ მომყვებოდი? ხო, მაგრამ ვიგრძენი რაღაცნაირად. ოხ, ძალიან მაიმუნი გოგო აღმოჩნდი შენ რა. ოი. დილამ შვიდობის მეზობლებო. დილამ შვიდობისა. შენც ესე ადრე იწყებ? არა უფრო ადრე შეხვედრა მქონდა და ეხლა დავბრუნდი. კარგად ჩაია რა? შეხვედრა? რა ვიცი, კარგად. მადლობა. ისე ძალიან გემრიელი ყავა გვაქვს. და სტუმრებსაც სიამოვნებით ვიღებთ. აუცილებლად გესტუმრებით, როდესაც ყავის დალევას დავიწყებ. კარგი, მაშინ წარმატებული დღე. ისე ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დღეში ერთი ჭიქა ყავა ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. აუცილებლად გავითვალისწინებ, დიდი მადლობა. აი წამოლა სახელმწიფო.
აი მე რა ვიცი, მეგონა რომ კარგი იქნებოდა თუ შემოვიდოდა. წარმოთორე რუსას მრისხანებას გრძნობ. დამაგვიანდა? არა მზია არ დაგაგვიანდა. მოგშვიდა ხო? მიდი შენ დაჯექი და მე გავაგრძელებ. მორჩი უკვე, მადლობა. რომ ცოდნო და ასე ადრე ადგებოდი, მეც უფრო ადრე მოვიდოდი, რომ შენ არ გეკეთებინა. იცი რა მზია, გადავწყვიტე რომ დღეიდან ყველაფერი მარტო ვაკეთო. ესე მირჩევნია. მე არ მოგეწონა ჩემი გაკეთებული? კი. ოღონდ საქმეს არ ეხება. და რა დავაშავე? იცი რა მზია, ვერ ვიტან როცა მატყუებენ. ძალიან არ მიყვარს. კი, მაგრამ ვინ გატყუებს? დედაჩემი. და აქედან გამომდინარე შენც. და შენი არ ვიცი, მაგრამ მე ცხოვრებაში ტყუილი არ მithქვამს. ანუ დედაჩემს არ იცნობ. საიდან? ой, მზია, ისე პროფესიონალურად იტყუები, რომ სიმართლე რო არ ვიცი და ნამდვილად დაგიჯერებდი. ანა, მართლა ვერ ხვდები რაშია საქმე? ხარა. აი ეს არის შენი ფული, რაც გამოიმუშავე ამ დღეს. აიღე. მიშვებ? ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომ ქალბატონ ქეთევანს შვილისთვის დამხმარე ქალი სჭირდებაო და მეც მოვედი. და მე რატო ვიცოდი, რომ კერის ამ სააგენტოდ ნაგებანა? ქალბატონმა ქეთევანმა მთხოვა, ასე მეთქვა. და შენ არ გიკითხავს რატო? რა ჩემი საქმე? მართალი ხარ. შენ საქმე ისე რომ აქ ჯაშუში ვთხოვო დღე იარო. და მე დედაჩემს ანგარიშები აბარო, ხო? მე რა შევჭამე, საწავედი, ვის დაურეკე, როგორ ხასიათზე ვიყავი. რაკნას ნერვიულობს. დედა და სხვათა შორის ძალიან მკაცრად ექცევი. ეგრე არ შეიძლება. ეს შენ საქმე აღარ არის ნამდვილად მზია. ეს აიღე. და წაგზავნე აქედან. ქალბატონმა ქეთევანმა უკვე მომცაფული. ხო და შენ ამას აიღებ. და იმ თანხას დაუბრუნებ ქეთევანს. გასაღები. მაპატიანა. აუ ტყუები რო გამითავდა, მაგრამ ჩემი შინდა მეთქი წავაგეთ თქო რა. მან ზვია და მაგადი თამაშე, შენს გადაგარჩინე და ადგილით მოსვთავა. კი, ზვია და ჯიგარი. ამას არ გავხარდა რომ მოვიგეთ? რა გჭირს? არაფერი არა, რა უნდა მჭირდეს. რავი, რაღაცნაირად მოდიოდი, ვიფიქრე ჩვენ ხო არ გავაბრაზე თქო. არა. აუ იმათ რა უქენით? ისე დიდი ვერაფერი, ეგენიც კარგად თამაშობდნენ. ხო, მაგრამ ხო მოვიგეთ. მოგებით კი, მოვიგეთ. აბა შემდეგი ვის დავცხოთ? შემდეგი, აიმათ ბევრი ვარსკვლავები რო აქვთ, რა ქვია? Old Boy. აუ არ გვინდა რა ეგენი. რატომ მაგრად თამაშობენ? არა, რაღაცნაირ სკინები აქვს და არ მეოსება რა. და სახელიც მაგარი მანძი აქვთ. ჩვენ კიდე ძალიან მაგარი სკვადი ვართ, არა? კი. და? კაი, შეიშვი, ვერ ხედავ თავისთვის არის. ხო და რატო? აი ხრაში გაინტერესებს რა. აუ მეგობრები არ ვართ კაცო. იქნებ ჩვენთან თქმა არ უნდა. არა, ეგ რა შუაშია. უბრალოდ არ მინდა რომ დაგრუზოთ რა თქვენც. გონი სამსახური დავკარგე. რატო კაცო? ეგ ხა ძალიან გრძელი ამბავია და მაგის მოყოლა არ მინდა რა. დამოწავიდე. ხო, რა, მოყევი, ძალიან მაინტერესებს. ხო, რა, ხო. აი მე როგორ მომწონ საქაურობა, რა მაგრები ხარ შენ და რუსო. მე არა. რუსა, მაგარი, მე თითქმის გამზადებულზე მოვედი. კარგი რა.
სამაგიეროდ ეხლა მთელ კლინიკას შენ შეინახავ, იმიტომ რომ შენზე ლეგენდებს ყვები. აუ, კარგი რა. მთელი ჩემი სადაქალო ხო შენთან დადიოდა. მაგათი ზესვეც კი დედებიც ხო შენთან დადიოდნენ. თხოვე მეთქი ჩამწერეთ თქო, მაგრამ 3-4 კვირა მოგიწევს ლოდინიო. ხო, მართლა ძალიან ბევრი კლიენტი ყავდა. შენ ყავდა. და ნუ ხარ ესეთი თავდაბალი და მურცხვი რა. შენ რა იცი რომ მორცხვი ვარ? რა ვიცი და დილით რეზისთან შეგატყე. ვინ რეზისთან? ვერ ხვდები ხო ვინ რეზისთან? მეზობელთან. დიახ, ძალიან სიმპათიურ მეზობელ რეზისთან. ისე კარგი ბიჭია ხო? რავი, კი, ნორმალური. ნორმალური? ნორმალურ ბიჭებს მე ვხედავ ყოველ საღამოს. და აი ეგ განსაკუთრებულად კარგია. აი, ეგრე იყოს. უბრალოდ ცუდია რომ ყავას არ სვავს, თორემ ხშირად ვიკონტაქტებდით. არა უშავს. ცოტა ხანში სხვებთან კი არა, ერთმანეთთან საკონტაქტოდ აღარ გვეცლება და მიჯერე. მობძანდი დღეა. მე რო ესე ყველა ღია კარში შევდიოდი, ალბათ უკეთესი ცხოვრება მექნებოდა. შენ რა ფილოსოფიურ განწყობად ხარ? უფრო სევდიანზე. აიღო მოხდა რამე? არა, არაფერი რო არ ხდება, ეგ მე სევდიანებს. რა გინდა რომ მოხდეს? არ ვიცი, რამე კარგი, საინტერესო, რომ უფრო აზრიანი გახდეს ცხოვრება. ორებას აზრს ჩვენ ვძენთ, არა? და ფილოსოფოს მე მიწახი. მე ცნობილი ვარ ჩემი გამონათქვამი. მართლა? სოციალურ ქსელში კიდევს? კი, ჩარჩოში ვსვავ ხოლმე და ეს. სხვათა შორის არც Facebook-ზე და არც Instagram-ზე არ მყავხარ. Instagram-ი არ მაქვს და Facebook-საც 1000 ერთხელ შევდივარ ხოლმე. ალბათ მაგიტომ არ დამიმატე. გამოგიგზავნით ხოლმე. მართლა? ვაიმე, ბოდიში ეხლა შევდა და იმეგობრდა. არა, თუ არ გინდა და თუ ფიქრობ, რომ არ ვარ საინტერესო? არა, პირიქით ვფიქრობ. პირიქით, ანუ? ანუ საინტერესო ხარ. ამ კომპლიმენტისთვის ნამდვილად ღირს შენი ყავაზე დაპატიჟება. პრინციპში მაგისთვის შემოგირბინა, გააქვს დრო? კი. 20 წუთი მაქვს ზუსტად. და ყავაც ძალიან მინდოდა, რა იცოდი? მე იმდენი რამე ვიცი. ნიკარო, შენ ვერც კი წარმოიდგენ. კარგი, მაშინ ყავა დავლიო და მაგ ბევრი რაღაციდან ცოტა მაინც მითხარი. კარგი. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ ზვიადი ხართ არა ალბათ? დიახ. მე ვანო გახლავართ. ეს კი ჩემი მეუღლეა სალი. ჩვენ გიგის მშობლები ვართ. ხო, ყველაფერი რიგზეა.